მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ყოველ სამშაბათს 2-ს 10 წუთზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. უმი სოციუმი. ანუნა ბუკიასთან ერთად. რადიო იმედზე. უმი სოციუმი. გოშინდავა ანონსე მეცო-სოპრანოსი რა გითხრათ, მაგრამ დრამატული მეცო-სოპრანოთი დავუბრუნდები ეთერს თქო და მგონი მართლაც ასე გამოვიდა. დიდი იმედი მაქვს, აი ასეთ ტონალობის ხმის მოსმენა არ იქნება ჩვენი ერთგული მსმენელისთვის რთული. დღემშვიდობის მე ანუნა ბუკია ვარ და ეს არის გადაცემა უმი სოციუმი. დღეს ვსაუბრობთ უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე და ასევე ახალგაზრდა ინოვატორებზე. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი. ანუნა ბუკიასთან ერთად. რადიო იმედზე. რა არის ფორმალური განათლება ყველამ ვიცით? ეს არის მეტწილად, ეს არის სტრუქტურიზებული განათლების ფორმა უმაღლეს სასწავლებელში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში და პრინციპში სკოლაში. რა არის არაფორმალური განათლება? ამაზე ბევრს დაობენ ზოგადად, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ არაფორმალური განათლება განსხვავებით ფორმალური განათლებისგან, ეს არის ის, რომელიც არის დაფუძნებული ყოველდღიურ განვითარებაზე, პირადი მოტივაციის ამაღლებაზე. ძალიან ბევრი პროგრამა იმისთვის ევროკავშირის მიერ შექმნილი, რომ ადამიანებმა მოახდინონ საკუთარი თავის მეტად განვითარება, სულიერებაზე მეტად ზრუნვა, მოტივაციის გაზრდა, მობილიზება და სწორად გამოყენება ფორმალური განათლების. ვერ ვიტყოდით, რომ ეს პრინციპში ფორმალური და არაფორმალური განათლება მთლიანობაში, ერთიანობაში ქმნის თანამედროვე ადამიანს. თუ ქართულ თქვათ ისტორიას გავიხსენებთ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პიონერული ბანაკები იყო რაღაც კუთხით არაფორმალური განათლების, ესე ვთქვათ, პროპაგანდა, თუმცა სიტყვა პროპაგანდა უკვე წინააღმდეგობაში მოდის არაფორმალურ განათლებასთან, რამდენადაც ის არ გულისხმობს იდეოლოგიურ გადამუშავებას და დამუშავებას ადამიანისას. ეს გულისხმობს ადამიანის სულიერების, შინაგანი სამყაროს, უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მობილიზებას და მიმართვას იმისკენ, რომ ის იყოს რეალიზებული და წარმატებული. თუ კარგ მაგალითებს გავიხსენებთ და არა მხოლოდ თქვათ, არ შევჯერდებით საბჭოთა საქართველოს ისტორიაზე, თელს მსოფლიოში არის ესეთი ძალიან კარგი პრაქტიკა სკაუტების გაერთიანების. სკაუტები არის თუ ალბათ ბევრმა იცით, სკაუტები ეს არის გაერთიანება, რომელიც არის დაფუძნებული არაფორმალური განათლების პრინციპებზე. ალბათ მიხვდით და დაფიქრდით და გაგახსენდათ მთლიანობაში ყველაფერი ის, რაც კი არის არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული, გაგახსენდათ თქვენ რა ტრენინგ კურსები გაგივლიათ არაფორმალური განათლების და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის დიალოგის შემდეგ მეტ ყურადღებას მიაქცევთ ზოგადად ამ საკითხს. ევროკავშირი ძალიან დიდ ყურადღებას და დროს უთმობს არაფორმალური განათლების ტრენინგებს. ბევრი ქვეყანა ევროპულში გაერთიანებული და ესე ვთქვათ, ხელი აქვს მოწერილი კონვენციას, რომელიც მას ავალდებულებს, რომ შედარებით განუვითარებულ ქვეყნებს დაეხმაროს ამ პროგრამებში. საქართველოს მოქალაქეებს ასევე ეძლევათ ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისათვის, რათა უფასოდ მიიღონ მონაწილეობა არაფორმალური განათლების ტრენინგებში. ცხადია, ეს არის დიდი სტრუქტურა, უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი იხარჯება იმაში, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება უფასოდ და კონდეთ კომუნიკაცია თავიანთ თანატოლებთან უცხოეთში. უფრო დეტალურად ამაზე მოგვიყვება ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი თათა ბერია. თათა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია დრონის წარმომადგენელი, აქტიური youth worker-ი, როგორც ვეძახით და რატომ youth worker-ი, ამას უფრო მოგვიანებით განგიმარტავთ, იმიტომ რომ თავად ერთ-ერთ პროგრამასაც ესე ქვია ახალგაზრდები მოძრაობაში youth in action. თათა დღემშვიდობის. გამარჯობა. მოდი გაგვიზიარე და მოგვიყევი, რას გულისხმობს არაფორმალური განათლების ტრენინგი, არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამები, ისე როგორც ამას შენ აღიქვამ. ხა გისმენთ შესავალს რო ყოფოდი და ძალიან სწორად აღნიშნე, რომ არ არის რაღაც საიდანაც წამოსული, რომ არც არ ყოფილა და რაღაც ეხლა დაიწყო და 21 საუკუნის
ანუ საიდანაც მოდის ისტორიაც, რა თქმა უნდა და ამასგანაც წინ არის ყოველთვის. ეს იყო იგივე კლას გარეშე, ასე ვთქვათ, ანუ აქტიურად დროის გატარება, თავისუფალ დროის ფარგლებში. ანუ ამას ვამბობ. ჩვენ არ ვებძვით იმას, რომ ფორმალური განათლება, ის სკოლები არ უნდა იყოს და ფორმალური განათლება ცუდია. ძალიან ბევრს გონია, რომ ამას ვამბობ. რა თქმა უნდა არა, ანუ არაფორმალური განათლება ის ერთგვარი საშუალება იმის, რომ ფორმალური განათლების დანამატია. ანუ განათლება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სკოლა, უნივერსიტეტი, საჯარო განათლება, რასაც ქვია, მაგრამ არაფორმალური განათლება არის რაღაცა ინტერაქტიული მეთოდებით, რაღაცა ახლის გაგება, ახალი ცოდნის შეძენა. შემთხვევით ეს არის, ანუ ეს იყო თავიდანვე, შემიძლია ვთქვა, რომ არც ანუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტი, რომელიც დაამთავრა, მნიშვნელოვანი იყო სკოლა, რომელიც დაამთავრა, მაგრამ ძალიან ბევრი მომწონს თითოეულმა იმ 7-დღიანმა ტრენინგმა, რომელიც გამივლია სხვა სფეროში, თან საშუალებას გაძლევს, რომ გამოცდა შენი თავი ბევრ სხვა რამეში. ანუ საშუალებას გაძლევს, რომ გაიარო 7-დღიანი კურსი, დაუშვათ ეკოლოგიასთან მიმართებაში, რომელიც საერთოდ ჩემი პროფესია და შემიძლია რაღაცა ცოტა მივიღო ამაში და მე გამოვიყენო. მოდი პრაქტიკულად მივუდგეთ. ბაზარზე არის ესე იგი დასაქმებული ადამიანი, უბრალოდ დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ორი ადამიანი. და რა განსხვავებებია იმ ადამიანს შორის, იმ ახალგაზრდას შორის, რომელსაც მხოლოდ ფორმალური განათლება აქვს მიღებული და როგორია ეს ადამიანი და როგორია ის ადამიანი, რომელსაც ფორმალურთან ერთად აქვს არაფორმალური. ძალიან მარტივად შენი ხედვით რომ აგვიხსნა, იმიტომ რომ თან შენ აღნიშნე რომ ძალიან ბევრს გონია რომ ეს მოდის წინააღმდეგობაში და ისევ და ისევ, იმიტომ რომ არა სათანადო ინფორმაცია გვაქვს. მოდი შენი ხედვა გითხარი ამასთან დაკავშირებით. ხო, არ ვიცი ხა შეიძლება მე რო ვიყო დამსაქმებელი ძალიან სუბიექტურად მივუდგე, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს არაფორმალური განათლება, მაგრამ ობიექტური შევეცდები ვიყო, ეს არის ერთგვარად ადამიანი, რომელსაც აქვს ფორმალური და არაფორმალური განათლების სიმცირე, ანუ რომელსაც ორივე გაუვლია, აქვს თეორიული ცოდნა და შემდგომ უკვე ამ თეორიული ცოდნის არაფორმალური განათლების, ასე ვთქვათ, განმტკიცებას ახდენს. ეს ადამიანი ჩემთვის არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება, ანუ აქვს ცხოვრებისეული სხვანაირი ხედვა და იყურება ჩარჩოებს მიღმა. და შეუძლია თავკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აი, ეს არის არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მთავარი ვთქვათ, კვანტი და ანუ მთავარი პლუსი, რომ არა მარტო თეორია, არამედ პრაქტიკაც, ანუ მთელი შენი ცოდნა, რაც გაქვს საშუალება რომ გამოიყენო რეალურად პრაქტიკაში. და ნახო, როგორ მოშაობს ეს ყველაფერი. არა ის, რომ წიგნი რა თქმა უნდა, ცოდნა, ანუ ფურცელდა არის იმას ვერ გავაცდებით, რა თქმა უნდა, საჭიროა ეს თეორიული ცოდნა, მაგრამ არაფორმალური განათლება არის ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, დანერგვის და პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, შესაძლებლობა და ნახო, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში. მოკლედ რომ თქვა უნარჩვევების გამომუშავება იმისთვის რომ კომფორტულად იმუშაოს სხვა ადამიანებთან, იმისთვის რომ შენი ხედვის არეალი იყოს იმაზე ფართო ვიდრე შეიძლება თქვა სტანდარტული განათლების მქონე ადამიანს კონდეს, ხო? გადავიდეთ უკვე ესეთ მნიშვნელოვან ინფორმაციულ ნაწილზე, რომ გითხრა თავად რა პროგრამებში მიგიღია მონაწილეობა და აგვიხსნა პრინციპი ამ პროგრამების. დავიწყოთ, მოკლე შესავალს გავაკეთებ, არის 4 აქტივობა, ესე ვთქვათ, მოკლედ რომ ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომელსაც ევროკავშირი თავაზობს თავისი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს, თითოეულ აქტივობას აქვს თავისი სახელი, არის რაღაც პროგრამები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, არის რომელსაც სადაც არ შეუძლიათ. დავიწყოთ Youth in Action-ით. რა არის ეს Youth in Action-ი? Youth in Action-ით ეს არის ახალგაზრდობა მოძრაობაში პროგრამა, რომელიც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში არსებობდა და დასრულდა 2013 წელს და გაგრძელებული იქნება Erasmus Plus-ის სახით. ანუ შესაძლოა Erasmus-ი უფრო ნაცნობი იყო საზოგადოების, თუმცა Erasmus-ი ადრე იყო როგორც სტუდენტური გაცვლის პროგრამა. ხმა ხო არ იკარგება ჩემი? არ იკარგება, კარგად გვესმის. Erasmus იყო სტუდენტური გაცვლის პროგრამა, რომელიც ახლა გაერთიანდა ამ ახალგაზრდობა მოძრაობაშისთან ერთად და გახდა ესეთი დიდი ახალგაზრდული გაცვლის პროგრამა Erasmus Plus. ეს ალბათ უფრო საზოგადოების უფრო ნაცნობია. ახალგაზრდობა მოძრაობაში იყო პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას მისცა საშუალება გასულიყო ფარგლებს გარეთ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საკუთარი აზროვნების ფარგლებს გარეთაც. იმის ზოგადად ხდება, რომ საშუალებლად ხდება, ნორმალურად მიგვაჩნია და რა ვხედავთ, რომ აი სადღაც სხვაგან რომ მივდივარ და ეს ნორმალური ყოფილა, ის ნორმალური ყოფილა, სხვასაც ეს გიფართოვებს. მე პირადად ეს საშუალება მომსა. არის როგორც შენ უკვე აღნიშნე, არსებობს სხვა ტიპის აქტივობები, ესა ტრენინგები, ახალგაზრდული გაცვლები, EVS-ი, ევროპის მოხალისეობის პროგრამა და კიდევ სხვა მრავალი საშუალებები, მაგრამ თითქოს ალბათ აი უფრო დამწყებებისთვის, ვისაც არ მიუღია ჯერჯერობით ამ პროგრამაში მონაწილეობა, მე პირად რეკომენდაციას მისცემდი, რომ დაეწყოთ ახალგაზრდული გაცვლებით, რომელიც არის ერთგვარი აი უფრო ორიენტირებული, უფრო ადამიანის კულტურულ დიალოგზე და ახალგაზრდებისთვის არის, მართლა ახალგაზრდებისთვის არის, მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დაახლოებით, ანუ განსაკუთრებულ შემთხვევაში 16 წლიდან ახალგაზრდებს, თუმცა უფრო 18 წლიდან იწყება.
თუმცა ზოგ პროგრამაში ახალგაზრდობის ასაკიც გაიზარდა და თქვა იყო შემთხვევები როდესაც 32 წლამდე შეიგეძლოთ მონაწილეობის მიღება, მაგრამ არის პროგრამები სადაც ეს ლიმიტიც არ არის. ანუ ახალგაზრდა ხარ მანამ, სანამ გრძნობ, თქვა რასაც სულიერი მდგომარეობა. ახალგაზრდა 29 წლამდე იცლები ახალგაზრდა მართლა დისკრიმინაციულია, იმიტომ რომ ვიცნობ ძალიან ბევრი ადამიანს რომელიც 29 წლამდე მაღლა არის, ასე ვთქვათ, ასაკობრივი მაჩვენებლით და ვეროდ უფრო ახალგაზრდა. ამიტომ ეს პროგრამა გაძლევს საშუალებას, იყო ახალგაზრდა რამდენ ხანსაც გინდა და რამდენ ხანსაც ვიგაჩნია შენ თავი ახალგაზრდა. ამიტომაც კი ეს ერქვა ეს ახალგაზრდობა მოძრაობაში და რეალურად მართლა ამართლებდა სახელს რაც ჰქონდა. იმიტომ რომ ეს იყო მუდმივად მიმოსვლა ახალგაზრდებს შორის ფარგლების გახსნა, ტრანსპორტის გახსნა. ძალიან ბევრ ისეთ ახალგაზრდებს არ ქონია საშუალება რომ თავის ქვეყანაში დაეტოვებინა საშუალება მიეცა რომ გასულიყო და განათლება რასაც მიიღებდა რეალურად აქ თავის ქვეყანაში მიიღო სხვაგან, ანუ უფრო ინტერაქტიულად, უფრო განასწორ განმანათლებელთან თავის თანატოლებთან ერთად და ეს ვთქვათ ისეთი აქტიური მეთოდები. როგორ დავაკვალიანოთ ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრია ჩვენს ირგვლივ ესეთი, რომელიც მონაწილეობს ამ პროგრამებში, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუმცა აღმოვაჩინე, რომ სხვა ქვეყნებშიც დგას იგივე პრობლემა, როდესაც ამ თემაზე ქონდა დისკუსია, არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელმაც არ იცის, ვის უნდა მიმართოს, როგორ უნდა დაიწყოს. მოდი ესეთი გაიდლაინი გავუკეთოთ, ვის უნდა მიმართონ ახალგაზრდებმა, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. დიახ, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე და კიდევ ვიტყვი ამას, რომ ეს არ მოვა, ამას შეიძლება ეს ინფორმაცია არ არის დამალული, ხო, მაგრამ არის ძალიან დიდი ინფორმაციული ვაკუუმი. რეალურად შეიძლება ხო ჩვენი ორგანიზაციაც, სხვა ჩვენი მსგავსი ორგანიზაციები არიან მულტიპლაიერები, ანუ ვცდილობთ რომ გავაცვლოთ ეს ინფორმაცია რამდენადაც შეგვიძლია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არეალი არ არის დიდი, ჩვენ თბილისის ორგანიზაცია და რა თქმა უნდა რეგიონებშიც მოვაწავთ, მაგრამ ძირითადად თბილისის მასშტაბით მოვიცავთ, ინფორმაცია თბილისში არის, მაგრამ რეგიონებში სამწუხაროდ ვერ აღწევს. ინფორმაციული ვაკუუმია ძალიან დიდი. ამიტომ ყველას აქვს ინტერნეტის მიმართ სწომა, რასაც ყოველთვის ვამბობ. თუნდაც ის ვახთ თქვენს გადაცემაში დაიჭირეს ეს საკვანტო სიტყვები, ხო? ანუ ეს ახალგაზრდობა მოძრაობაში Erasmus+ ნებისმიერ ანუ ჩვეულებრივ ჩაწერონ Google-ში, მოძებნონ. არის ეს პროგრამა ძალიან ახსნილად, ქართულ ენაზეც არის და ინგლისურადაც, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორ უნდა ჩაერთონ ამაში. ასევე სხვადასხვა საშუალებები არის Eurodesk-ი, რამდენიმე საიტი, Youth Network-ი, სადაც არის ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია დადებული, როგორ შეუძლიათ ჩართვა, როგორ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, ასევე შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციას, ანუ ახალგაზრდა ორგანიზაციებს, როგორც არის დრონი, შეუძლიათ სალტოზეს დარეგისტრირდნენ, რომელიც არის თავისუფალი ზონი და პრინციპში ბევრს აძლევს შესაძლებლობას ორგანიზაციის წევრობის გარეშე მიიღოს მონაწილეობა, თქვა სხვადასხვა აქტივობაში, ესეც ჩვენ შეგვიძლია შენ თუ მოგვეხმარები, მოდი ესე შევთანხმდეთ, შენ თუ მოგვეხმარები, ჩვენი Facebook-ის გვერდზე უმისოციური რადიო იმედი გავაზიაროთ ლინკები, იმ გვერდები, სადაც არის ინფორმაცია, რათა ჩვენმა მაყურებელმა მარტივად შეძლოს ამ პროგრამების მოძებნა, შეძლოს წაიკითხოს ინფორმაცია უფრო დეტალური, იმიტომ რომ ძალიან რთული 10 წუთში მოყვე ყველაფერზე და ჩვენი ბლოკის დასასრულს ძალიან მოკლედ რომ გვითხრა რა არის EVS-ი. ყველაზე ესეთი ხანგრძლივი პროგრამა, ვთქვათ, უცხოეთში გაცვლითი. აი ხო ჩემი ხმა ის მისავარაუდოდ სულაც, იმიტომ რომ EVS-ზე ვარ ზუსტად და EVS მოხალისეებთან ერთად ვარ, ანუ მიმდინარე პროექტთან გესაუბრებით, ეს არის ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებში 18-დან, ზოგ შემთხვევაში 16-დან ახალგაზრდებს 30 წლამდე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ეს არის პროგრამა, რომლის ფარგლებში ჩვენ ხარ მოხალისე, ანუ მიდიხარ ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ან ევროპიდან ჩამიდიხარ საქართველოში და უსადან პირობა არის ის, რომ აუცილებლად ერთ-ერთი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, ანუ ქართულს არ შეუძლია EVS გაკეთება დაუშვათ სომხეთში ან რუსეთში, EU-ს წევრი უნდა იყოს, ანუ ეს მინდა რომ გამარტო. და ამ პროგრამის ფარგლებში მიდიხარ მოხალისედ სპეციფიურად იმ პროექტისთვის, რომელიც შენ გაინტერესებს. ძალიან ბევრი პროექტია, განსხვავებული პროექტებია და შენი არჩევანი და შენი ინტერესის მიხედვით მიდიხარ ამ პროექტებზე სამუშაოდ. ხანგრძლივობა ამ პროექტის არის იწყება 1 წლიდან არის 12 წლამდე, ანუ 12 წელი არის მაქსიმუმი და 1 წელი არის მინიმუმი, რომელიც შეგიძლია გააკეთო. ფინანსური მხარე არის ძალიან გამართული და მართლა ძალიან კარგი პროგრამა, იმიტომ რომ ანაზღაურებულია ყველაფერი. ანუ მინდა განმარტო, რომ ეს არ არის სამუშაო, ეს არ არის ემის კურსი, ეს არ არის დასვენება, რისაც მიდიხარ, ეს არის მოხალისეობა, რომელიც არის კარგად დაფინანსებული, ასე ვთქვათ, ანუ შენ რო კეთილნებას იჩენ და ხარ მოხალისე, შენ ამისთვის ხელფასი არ გეძლევა, მაგრამ ერთგვარად ანუ ის უზრუნველყოფილი გაქვს საყოფა ცხოვრება და იძენ უზარმაზარ გამოცდილებას, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძალიან მე ვფიქრობ, მე ვაპარაკობდი ხა სუფთა პრაქტიკული მხრივ, მაგრამ
რო ვილაპარაკო რას გძლევს EVS-ი არის ის რომ შენ ხარ დამოუკიდებელი 1 წელი ან თუნდაც 1 თვე რომელიღაც ქვეყანაში არც ენა იცი არც კულტურა იცი სრულიად ახალი და გაზრდას ძალიან დიდ პიროვნულ რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის ფრიად მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი და მიიღო გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად ძალიან ბავშვები რო ყავს ძალიან დიდი მადლობა თათაბედია არასამთავრობო ორგანიზაცია დრონის წარმომადგენელი გახლდათ ჩვენი სტუმარი და ესე დაუზარლოთ მოგვიყვა რა არის არაფორმალური განათლების ტრენინგები ძირითადად უფასო საგანმანათლებლო პროგრამები მოგვიწებნეთ Facebook-ის გვერდზე უმისოციუმი რადიო იმედი ჩვენ გავაზიარებთ იმ ორგანიზაციების გვერდების ლინკებს სადაც შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიძიოთ დაგიბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში მოიმზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი უმისოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდით. მე ანუნა ვარ, ეს არის გადაცემა უმისოციუმი, ვინც გვისმენს ალბათ იცის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ სამოქალაქო ინიციატივებზე და საინტერესო პროექტებზე ახალგაზრდების, რომელიც არის დაფუძნებული ცოდნაზე, განათლებაზე, ინიციატივაზე, სურვილზე და იმისათვის, რომ განხორციელდეს, სჭირდება ადამიანური რესურსის გაზიარება და ეს თქვათ გუნდის ჩამოყალიბება და არა მხოლოდ ფინანსები, როგორცაც თქვათ როგორც იქცევიან ძალიან ხშირად ესე ვთქვათ არამართალი ორგანიზაციები. დღეს გადაცემის მეორე ბლოკში მინდა მოგიყვეთ ერთ საინტერესო პროექტზე. დიპლოჰაკ თბილისის შესახებ არ ვიცი ვის გსმენიათ, ამიტომ განგიმარტავთ. ეს არის ძალიან საინტერესო მარათონი ახალგაზრდა ინოვატორების, სადაც შენ შეგიძლია ესე ვთქვათ მოახდინო შენი იდეის პრეზენტირება, გაიცნო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ იდეის განხორციელებაში. ამ შემთხვევაში დიპლოჰაკ თბილისი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა საქართველოში ორიენტირებული იყო ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე და შესაბამისად დიპლოჰაკის პარალელში ხდებოდა ვებ პროექტების და ტექნოლოგიური პროექტების დაფინანსება, განხორციელება და ხელშეწყობა. ძალიან საინტერესო პროექტი დაიბადა თბილისის დიპლოჰაკზე, ეს გახლავთ Music Project, რომელმაც ძალები მოიკრიბა მგონი უკვე ბევრი ადამიანი ყოველდღიურად შედის საიტზე. იდეის, ასე ვთქვათ, ავტორი ანანო კენკიშვილი უკაცრავად იქნება ჩვენი სტუმარი, ვებ დიზაინერი გახლავთ ანანო, დღემშვიდობის. ტექნიკური პაუზა გვაქვს, ამიტომ სანამ ხელხლა დაუკავშირდებით ჩვენს რესპონდენტს, უფრო დეტალურად რომ მოგიყვეთ, ჩვენი Facebook-ის გვერდზე აუცილებლად გავაზიარებთ Music Project-ის გვერდს, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ, მხარი დაუჭიროთ ადამიანს, რომელიც მოგეწონებათ, ვის უნდა დაუჭიროთ მხარი, რომელი პროფესიის წარმომადგენელს, ამას მაინც საიდუმლოდ დავტოვებ, სანამ ანანო შემოგვიერთდება. Facebook-ზე მოგწერა ერთ-ერთმა მსმენელმა ორგანიზაციებთან და არაფორმალური განათლების ტრენინგებთან დაკავშირებით და მინდა ვუპასუხო, რომ ყველა გვერდის ლინკს ჩვენ გაგიზიარებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულებზე და თავად ორგანიზაციას დაუკავშირდეთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ბიულეტენი ასევე ამ ორგანიზაციების და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია თავად წაიკითხოთ ინფორმაცია და თავად მიიღოთ ამ პროგრამების შესახებ. EVS იყო ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ახსენა ჩვენმა სტუმარმა თათამ და EVS-ის შესახებ, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი პროგრამა. ჩვენ ინფორმაციას ასევე განვათავსებთ Facebook-ის გვერდზე, მთავარია მოძებნოთ უმისოციუმი რადიო იმედი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ და არ უნდა დამავიწყოს, რომ თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ პირდაპირ ეთერში რადიო იმედი, ხომ ის რადიო, რომელსაც არ უსმენენ, რომელსაც უყურებენ კიდეც, რადიო იმედის ძირითადი გვერდი მოძებნეთ და გვიყურეთ პირდაპირ ეთერში. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუდია და შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს წამყვანებსაც. ანანოსთან დაკავშირება შევძელით დღემშვიდობის. ანანო დღემშვიდობის. მე უკვე ბევრი ვისაუბრე პროექტზე, არაჩვეულებრივ პროექტზე Music Project. ანანოს თუ ესმის ჩვენი ანანოს ესმის ჩვენი, მე უკვე ვისაუბრე ესეთი ზოგადი ინფორმაცია, რას გულისხმობს პროექტი და საერთოდ როგორ მოხდა მისი განხორციელება, ძალიან ცოტა ის პატარა ნაფლეთ მივაწოდე ჩვენს მსმენელს. შენ მოგვიყევი და ძალიან ესეთი იყო მართალი გითხრა ემოციური და ინსპირაცია მოახდინა პრინციპში ჩემი როგორ დაგებადა ამ პროექტის შექმნის იდეა. მოდი მოვუყევი ჩვენს მსმენელ მაყურებელსაც.
მოგესალმებით, მე ვარ ანანო. იგი მოვიდა ერთ საღამოს, როდესაც სახში ბრუნდებოდი მეტროთი, შემოვიდა ვაგონში ერთი ნიჭიერი ბიჭი გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. ბოლოს სიმღერა მეხუთე სეზონის სიმღერა გამახსდა ალუდა. დავიბადა იდეა გადაგვეყოს ნიჭიერი ადამიანი. შენი მეგობარი მომღერალი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხო? თუ არ ვცდები. დიახ, გამახსდა და ემოციური იყო ეს ჩემთვის. მოვივიდა იდეა რომ გადაგვეყო ნიჭიერი მუსიკოსებისთვის ვიდეოები და გაგვეცო საზოგადოებისთვის. და საზოგადოების ჩართულობა ასევე ამ როგორ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანების დასახმარებლად? საზოგადოება დახმარებოდა ყველანაირი გზით, ვისაც რისი საშუალება აქვს, ვისაც როგორ შეუძლია. ეს ყოფილი როგორც ყურების და თქვა მათი ვიდეოების გაზიარების სახით, ასევე დონაციის სახითაც. მოდი ახლა მოვიდეთ. დონაცია შეგვიძლია იყოს როგორც მუსიკალური საკრავებით, გაკვეთილებით, მუსიკალური გაკვეთილებით და ასევე თანხობრივი დახმარება. Music project-ზე იმუშავა ჯგუფმა, რომელიც შეიკრიბა დიპლოჰაკზე, ესე ვთქვათ, ჰაკათონზე, მარათონზე, ინოვაციების. მოგვიყევი გუნდის შესახებ. ძალიან რთულია ზოგადად ესეთ მოკლე დროში, 3 დღეში შემოიკრიბო თანამოაზრეები და ადამიანებს შეაყვარო შენი პროექტი ისე, როგორც ის შენ გიყვარს. კი ბატონო, თავიდან იდეა რომ მივიდა ვუთხარი ბორჭე მეგობრს, რომელსაც უკვე ქონა გაკეთებული პროექტი ვიშალფჭი, საქველმოქმედო პროექტია. ვიყავით 3 დიპლოჰაკზე დაგვემატა კიდე 3 არაჩვეულებრივი ადამიანი და შედგა 3 დღეში ჩვენ გავაკეთეთ რა ისეთი რაღაც რომ მოვიგეთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მსმენელს ვუთხრათ, რომ უმისოციუმე რადიო იმედის გვერდზე გავაზიარებთ ბმულს Music Project-ს. მათ შეუძლიათ იხილოთ ის ვიდეოები, რომელიც თქვენ უკვე გადაიღეთ, თქვათ იგივე დიპლოჰაკის მსვლელობისას და შემდგომშიც, უკვე შეუძლიათ მხარი დაუჭირონ გუნდებს, ადამიანებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს, რომლებიც მათ მოეწონებათ. პრინციპში სანამ პროექტი ფართომასშტაბიანი გახდება, ვფიქრობთ, რომ გაზიარებაც უკვე დონაციის ერთგვარი სახეა. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, თქვათ პრინციპებზე, რა პრინციპით იმუშავებს ვებგვერდი? გვერდი იმუშავებს ეს პრინციპით, ყველა ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს თავისი ჩაწერები შეუძლია მოგვაწოდოს, ან გითხრათ და ჩვენ გადავუღოთ ვიდეო, დავდებთ ვიდეოს და მას გავუწევთ პოპულარიზაციას. დონაციაზე კიდევ ერთხელ მინდა უფრო დიდი ყურადღება გავამახვილოთ, რამდენი ფორმა გექნებათ დონაციის და როგორ შემიძლია მე რიგით მომხმარებელს მივიღო, თქვათ, თანამონაწილეობა ამ ადამიანის დახმარებაში. იქნება თქვენ განათავსებთ ინფორმაციას, რა ჭირდება მას, თუ თქვათ მე უნდა შემოგთავაზოთ, როგორ შემიძლია მე დახმარება. ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ, ანუ ჩვენ ვაპირებთ დავდოთ ფორმა, რომ მას რა ჭირდება, გითხრას და ამისთვის დავიწყოთ თანხის შეგროვება, ან ინსტრუმენტების ყიდვა, ან თვითონ მომხმარებელი მოვიდეს და გითხრას, რომ აქვს თავისუფალი გიტარა და გვაჩუქებს. აჩუქებს მას, ანუ საბანკო გადარიცხვით თავისუფლად მარტივად დასაქმებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში. საინტერესოა ადამიანები, რომლებიც უკვე გახდნენ თქვენი მომხმარებლები და გწერენ Facebook-ზე ძალიან თბილ წერილებს მინდა აღნიშნო. როგორი იყო მათი რეაქცია საერთო ჯამში, ესე გლობალურად რომ შევხედოთ, რამდენად საინტერესო იყო ბაზრისთვის მსგავსი პროექტი? ბევრი მხარდამჭერი შევიძინეთ ამასობაში მუსიკოსების სახითაც. ერთ-ერთი არის ჭოლაძე, ანუ გიორგი ჭოლაძე. და თავად მომხმარებელი? მომხმარებელი წელიწადებს წერს, ყოველს უხარია რომ იმართება ასეთი პროექტი და ვისაც აქვს ვიდეოები, გვიგზავნიან კიდევ. შემუშავების პროცესშია ახლა ვიდეოები და საიტი როცა შეშვება ეს ვიდეოები განთავსდება. რა არის შემდგომი ეტაპი პროექტის განვითარების? ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ? ამ ეტაპზე საიტის ჩამოყალიბებაზე მუშაობთ, ტექნიკის შეძენაზე, რომელთაც უზრუნველყოფს მათ ვიდეოების გადაღებას და შემდეგ უკვე ვაპირებთ მთლიანი საქართველოს მოვიცვათ და რეგიონებში გავიცით. მოვუძებნოთ მუსიკოსები.
ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ჩვენ გავაზიარეთ თქვენი ვებგვერდის ლინკი ჩვენი გადაცემის გვერდზე და ასევე გავაზიარებთ Facebook-ის გვერდის ლინკსაც, რათა გაიზარდოს თქვენი პროექტის აუდიტორია. წარმატებას უსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე მუშაობს და ასევე პროექტს და დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეობრივ თვით შეგნებას ნამდვილად აამაღლებს ეს პროექტი და შექმნის ახალ პრეცედენტს, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის გაზიარებას და გამოყენებას, მოკლედ კარგი საქმისთვის და კიდევ ერთხელ მოგეთ გისურვებ წარმატებას, დაგემშვიდობები, დიდი მადლობა. ეს იყო გადაცემა უმი სოციუმი, ჩვენ ორ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, ეს არის პირველი არაფორმალური განათლების პროგრამები და გაცვლითი პროგრამები, უფასო პროგრამები ახალგაზრდებისთვის და მეორე საინტერესო სამოქალაქო ინოვაცია შეიძლება ითქვას ინიციატივა Music Project. ორივე პროექტთან დაკავშირებულ ბმულებს ჩვენ გავაზიარებთ Facebook-ის გვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მოძებნოთ უმი სოციუმი რადიო იმედის გვერდი, დაგვიმოგობდეთ, მოგწეროთ, თუ ვინცობარემე კითხვა გაგიჩნდეთ, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. მე კი დაგემშვიდობებით სამშაბათამდე. მოიმზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ყოველ სამშაბათს 2-ის 10 წუთზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. უმი სოციუმი